მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვისმის FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს გიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. როგორც იცით, ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს საკითხის განხილვა გაიმართა და კომიტეტმა დადგენილებაც მიიღო ჩვენთან დაკავშირებით. ამ დადგენილებიდან რამდენიმე ციტატას საგიკითხავთ, ვინაიდან საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების გზას, ევროპარლამენტარები იმეორებენ მოწოდებას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ქვეშ ჩატარების შესახებ, აღნიშნულია ამ პრეს-რელიზში. კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი კენჭისყრის ორგანიზებამდე ისინი შეინარჩუნებენ საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას და მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები ქართული ოცნების ძირითადი თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე. სულ უფრო რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ აუდიტს და მოუწოდებენ ევროკომისიას გადახედოს ევროკავშირს საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას. კომიტეტის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები ქართულ ოცნებას დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდებენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართული ხალხისა და მართლ ლეგიტიმური მისწრაფებების მიმართ. თუმცა ამავე დროს თვითმმართველობის არჩევნთან დაკავშირებით ნათქვამია ამ რეზოლუციაში. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2025 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია. შედეგად ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხარდაჭერაში, რაც უკვე დადასტურდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ხმას შეშფოთებას საქართველოში არსებული შემზღუდავი მედია გარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო. ამ რეზოლუციის ამ ნაწილს, რომელიც თვითმმართველობას არჩევნებს ეხება, იცით რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი თემა, რომელიც იწვევს ასთა სხვადასხვაობას, ოპოზიციაში უკვე მოყვა გამოხმაურება, მაგალითად სალომე სამოდაშვილი ამბობს, იმედია ევროპარლამენტის რეზოლუციამ დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს, რაც მკვდარია, მეორედ ვერ მოკვდებაო, განაცხადა მან. ჩვენი სტუმრები არიან დღეს გადაცემაში არჩილ გამზარდია, ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ზურაბ ჯაფარჯიანი, ყოფილი დიპლომატი, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და აი ამ კითხვით დავიწყებ, რაც სალომე ზურაბს სამოდაშვილმა თქვა, ევროპარლამენტის რეზოლუციამ დაასრულა თუ არა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს ან რამეს. ისმენ შე. თქვენ დავიწყებ. აი მოკლედ კარგად ვერ მოვასწარი თავად გაცნობა ორიგინალში რა მოვდიოდი გზაში ვიყავი და მოგეს ვიტყვი რაც მოვასწარი მგონი იქ რაღაც დათქმებიც იყო რა რომ თუ ანუ შენარჩუნდა იგივე გარემო მაშინ რამდენად ექნება ამას აზრი მაგრამ მოდი ერთი წამით შევეშვათ ევროპარლამენტს და ვილაპარაკოთ ჩვენს რეალობაზე რა ანუ თვითმმართველობის არჩევნებში გასვლა ხო ეს არ იქნება დამოკიდებული მარტო იმაზე რა რეზოლუციას მიიღებს ევროპარლამენტი რა ანუ რამდენად მორალური იქნება ან რამდენად რაციონალური ამასთან ერთად მორალური ხშირად ირაციონალურს კი არ ნიშნავს ხო ანუ პირობითად რო ავიღოთ თანმიმდევრული საქციელი ერთდროულად მორალურიცაა და რაციონალურიც იმიტომ რომ შენ თუ არა თანმიმდევრული ხარ მე შენ აღარ დაგიჯერებ ხო შენ თუ მე ჯერ ერთს მეუნები მე მეორეს და ანუ არათანმიმდევრული ხარ შენ და მე ჩემი ნდობა მოიკლებს ხო აქ ძირითადად მაინც ალბათ უნდა ვისაუბროთ ქართულ ხალხზე ქართულ ამორჩეულზე და იმ ადამიანებზე რომლებიც აპროტესტებენ ადამიანებზე რომლებიც ფსიქეში ზიან ჩვენ პირველად ოცნების აი ამ 12 წლიანი მმართველობის მანძილზე ყავს 50-ზე მეტი პატიმარი და შესაბამისად გვაქვს სრულიად არადეკვატური და არანორმალური გარემო იმისთვის რომ ვიღაცამ ახლა მითხას რომ მე აი თბილისს ან რომელიმე დიდ ქალაქს გამოვგლეჯ ოცნებას ხელიდან. ანუ პირველ რიგში მე როგორც ამორჩეულს რომ მე როგორც პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს მჭირდება რომ ეს ამიხსნან
კეთილინება და დაალაგებულად, არგუმენტირებულად ამხან რატო აპირებენ მონაწილეობას არჩევნებში. მე არ მაწყობს იმის ილუზია, რომ მე ვინმეს გადავარწმუნებ. ხო? ან თუ გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, ისინი ამას ისედაც გააკეთებენ და ასეთაც, მაგრამ მე მივიღებ ნებისმიერ რაციონალურ არგუმენტს. აი, მე პირობითად, ხო, ერთი ადამიანი იმასაც კი მივიღებ, რომ მითხრა, რომ პარტიის არსებობის შენარჩუნებისთვის სჭირდებათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. და ეს შეიძლება ჩემთვის გასაგები არგუმენტი იყოს, მაგრამ შეიძლება სხვისთვის არ იყოს გასაგები არგუმენტი. ყოველ შემთხვევაში მათ აკისრიათ ეგ ვალდებულება რა. ანუ შენ თუ მე პირობითად აქამდე ვერ მოისმინე ესეთი არგუმენტი. იც რა არის, აი მე რასაც ხედავ რომ სხვანაირად ვიტყვი კიდევ თქვა, ანუ ეს ვალდებულება საიდან მოდის. ჩვენ წლების მანძილზე ვაკვირდებით პოლიტიკოსებს, რომლებიც არიან ოპოზიციაში, მერე მოდიან ხელისუფლებაში და მერე ხდება რაღაც დიდი მეტამორფოზა რა. ან სულაც სუბარი იყო უფლება დამცველი და ასე შემდეგ. რა დღეს არის ჩვეულებრივ ჯაღალთა და აქცეული და სამწუხაროა, მაგრამ მისი არჩევანია. მაგრამ მსგავსი განმეორება ჩვენ არ გვინდა, ხო? შესაბამისად, ჩვენ ოპოზიციაში რო ხარ, მაშინ თუ არა ხარ შენ ანგარიშვალდებული, მაშინ თუ არ გქნომ რაღაც ვალდებულებას, რაღაც გამიმარტო, რაღაც წესიერად ამიხსნა და რაღაც გონორით კი არ მეუბნება, როგორც ზევიდან ქვემოთ. არა, როგორც თანასწორს. ხო? ანუ და ეს ვალდებულება მათ აქვთ, რა. და შესაბამისად განმარტონ, ახსნან, კი ბატონო. ყოველ შემთხვევაში მე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მათ, რა. თავიანთი ამორჩევლის წინაშე მაინც იქნება რაღაც არგუმენტაცია დაყენებული ან ერთმანეთზე დაწყობილი. ანუ მე ამაში ვხედავ პრობლემას რა. ეს გადაწყვეტილება მათ პირველ რიგში უნდა განუმარტონ თავიანთ ამორჩევლს. ანუ ჩვენ უნდა გამომარტოთ. მეორე ხა ისე არ ვარ ზოგადად საპროტესტო მოძრაობაზე და ზოგადად განწყობაზე ეს როგორი მოქმედებს. მე ვერ წარმომიდგენია პირობითად რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი გახდება ვთქვათ ლელოს ან გახარიას ამორჩეველი, მაგრამ ქართული ოცნების დამარცხება ამ პარტიების ერთიანობის გარეშე შეუძლებელია რა. ნებისმიერ პარტია უნდა აცნობიერებდეს რომ ერთმანეთის გარეშე, ერთად დგომის გარეშე ისინი აი ამ მონსტრს ვერ ამარცხებენ და ვერ დაამარცხებენ, ხო? და ეხლა შესაბამისად ერთმანეთშიც მოუწევთ რაღაც კონსენსუსამდე მისვლა. თუ კი ვერ მივიდნენ და ყველაზე ცუდი შედეგი, ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება ჩემი აზრით, რომ მიიღოს რაღაც ნაწილმა მონაწილეობა, რაღაც ნაწილმა არ მიიღოს და ისევ და ისევ დავრჩეთ გაყოფილი ოპოზიცია და გაყოფილი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება უკვე. ისედაც რომ გაყოფილი საზოგადოება ვართ, აი ზვიადის და შევარდნაძის დროს ვიყავით ალბათ ეგრე დაყოფილები, ანუ ისტებად რა. და ამას კიდე ეხა ესეც დაემატებოდა. ნუ რავი, მე ჩემთვის დიდად სასიხაო ამაში არაფერი არ არის. სკეპტიკურად ხარ განწყობილი ამ იდეის მიერ. დარჩილ შენი პოზიცია როგორია? მithuete საერთოდ გავითვალისწინოთ აი ამ ევროპარლამენტის რეზოლუციას ამ შემთხვევაში აღნიშნებ შენ მნიშვნელობას, რომ აი უნდა გავითვალისწინოთ და რადგან ისინი ამბობენ, ნუ მიიღონ უნდა მონაწილეობა არჩევნებში ეს ის რომ ვინმე რამეს ამბობს, არის ყოველთვის მსჯელობის საგანი და არა გადაწყვეტილების, მაგრამ ევროპარლამენტისთვის მთავარი საკითხი არის პოლიტიკის სტანდარტი, პირობა და ვალდებულების შეგრძნება. ანუ ის რომ პოლიტიკური პარტია მონაწილეობდეს არჩევნებში, იღებდეს მანდატებს და ასე შემდეგ, იქ არის განხილული არა როგორც რაღაცა მხოლოდ კერძო ინტერესის საგანი, არამედ ვალდებულებითი ნაწილი. ამიტომ არის ხოლმე გაუგებარი, როგორ შეიძლება ვთქვათ, ადამიანმა მიიღოს მანდატი და თავის ვალდებულების შესრულებას რომელიც ამორჩეულმა დააკისრა, განაცხადოს უარი, დაყაროს მანდატები და გამოვიდეს. ეს ალბათ მათთვის გაუგებარია. ჩემს შეიძლება გასაგები იყოს პოსტსაბჭოელი ადამიანი ვარ, მაგრამ მათი სტანდარტისთვის, პოლიტიკის სტანდარტისთვის ეს მიუღებელია. მათ შორის პოლიტიკის სტანდარტი არის ოპოზიციური პარტიების ურთიერთკონკურენციის სისტემა. მე ახლა ზურასგან განსხვავებით, აი ამ ერთიანობის ამორფულ იდეას არასოდეს ვიზიარებდი, მე როცა ამაზე აქტიური ლაპარაკი იყო, ვეჩვებოდი, კარგი თუ შეძლებთ კი ბატონო, მაგრამ პრაქტიკა გამოცდილება 30 წელი აჩვენებს, რომ ასეთი ერთიანობა არის ბუტაფორია ყოველთვის, ძალიან დროებითი და მომენტალურად იშლება. ამიტომ მე ყოველთვის მაქვს აქცენტი იმაზე, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა იმუშაონ საკუთარი ამორჩევლის შექმნაზე, თვითიდენტობაზე და ასე შემდეგ. შესაბამისად, რომელი პარტიაც რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის მისი და მისი სამიზნე ჯგუფის საქმე. ბრენდი პოზიციონირებს მხოლოდ თავის სამიზნე ჯგუფზე და არა რაღაცა სხვა რამეზე. კარტოფილის ბრენდი კაფელის ბოდიში თუ მეტლახის ყიდველზე არ მუშაობს, არა? ამიტომაც ამ ხრივ საინტერესო არა. მეორე არის ერთ-ერთი ცვლადი, რასაც ჩვენ ძალიან დიდ ფასს ვადებთ
პროტესტის მონაწილეების და აქტიური პროტესტის ადამიანების ფაქტორი, მაგრამ ძალიან პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებისა სამომრჩევლო სივრცეში ეს ადამიანები საერთოდ არ შედიან, იმიტომ რომ ამდენი ხნის მანძილზე ვერც ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ მოახერხა ის, რომ თუნდაც ისინი გახდნენ აი ამ პროტესტანტებისათვის საინტერესო ტიპები, ვისაც სიამოვნებით ინტერესის მოусმენდნენ. ანუ არ ცნობენ და ამიტომ რაიმე პერსპექტივაზე ლაპარაკი უნდა იყოს თუ არა მათი აზრი გათვალისწინებული კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის რაღაცა პოტენციურ ამომრჩევლებთან მიმართებაში, ეს ჩემთვის ცოტა უცნაური არის. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს. და რაღაცა ლოზუნგითი მიდგომის ნაცვლად უფრო პრაგმატული მიდგომა არის საჭირო. და რა არის პრაგმატული მიდგომა არის რა? პოლიტიკის სტანდარტი გულისხმობს, რომ არ არის სწორი ყველა პოლიტიკური პარტია, სხვადასხვა პოლიტიკური ბრენდი ერთსა და იმავე სტრატეგიაზე მუშაობდეს, ერთსა და იმავე შინაარსს ქმნიდეს, ამაღლებული ლოზუნგების, იქ რაღაცა ქვეყანა კვდება და ასე შემდეგ ამის მიხედვით. თითოეულ მათგანს აქვს თავისი გზა, თავისი სტრატეგია, თავისი იდეაში, იდეოლოგიური, ფილოსოფიური, პოლიტიკური ფილოსოფიის წილი და ამის მიხედვით უნდა მოქმედებდეს. ვისაც არ წმუნებენ, იმათ ხმას მიიღებენ, იმათ მანდატს მიიღებენ. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი პრობლემა. თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან სპეციფიური არჩევნები. 2021 წელს ჯერ ასეთი დრაკონული პირობები ჩვენ არ გქონდა ჯერ კიდევ 2021-ში, ისე როგორც დღეს გვაქვს, მაგრამ აბსოლუტურად არადეკვატური იყო მთელი ოპოზიციური სპექტრი, ჩამოდიოდნენ რეგიონებში და სოფლის მოსახლეობას ვინმეს თუ შეხვდებოდნენ, ჯერ ძალიან იშვიათად დადიოდნენ, მაგრამ მაინც ელაპარაკებოდნენ ზოგადად რაღაცა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნაზე, როდესაც ვიღაცას ტრაქტორი აინტერესებდა, ვიღაცას მიწა, ვიღაცას სხვა თვითმმართველობაში ხარამდენად შეიძლება კიდე საერთოდ მოხერხდეს ამ კამპანიას მაგ თემებზე ჩატარება, როცა ასეთ ვითარებაში აი რაღაცეებში საკუთარ სიტუაცია რომ რაღაცი გზას გავიყვან თუ არ ვიცი. ხო და მის მინეს ზუსტადაც ამ პროცესში ხშირად უნდა დაესწროს ხოლმე მათ შორის იმ პიროვნებებს, რომლებიც იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც შესაძლოა არ მოსწონთ. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური წარმატების გზის აქტიური ნაწილი თვითმმართველობის არჩევნების ფარგლებში მიიღო. რატო შექმნა რწმენა საკუთარ თავის მიმართ და შექმნა შინაარსი პირობა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს შეეროდათ, რომ ის უფრო ეფექტური იქნებოდა, ვთქვათ, რომ საკრებულოში მისი პარტია და ის პირადად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი. ჩვენი ოპოზიციის პრობლემა არის ის, რომ ამას ვერაფერს ვერ ქმნიან ჯგუფები, რომლებიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ პროტესტის მონაწილეებში ვერ ქმნიან რეპუტაციას, რა რეგიონში მყოფ ადამიანების ცნობიერებაში შექმნიან რეპუტაციას. არა მარტო ასეთი დრაკონული პირობების დროს, რაც ახლა ქართულ ოცნებას აქვს ცესკოს მიმართულებით, საარჩევნო კოდექსის მიმართულებით და პოლიტიკური წნეხების სხვადასხვა ფორმის მიმართულებით, არამედ მეტნაკლებად გამართული დემოკრატიის პირობებშიც კი თვითმმართველობის არჩევნებში. უბრალოდ აქ არის ლაპარაკი რაზე? პარტიის თვითყოფადობისთვის ეს აუცილებელი პირობაა. სადღაც შეიძლება ორი რაღაცა საკრებულოში ორი ადგილი მიიღონ ვიღაცამ, სადღაც სამი მიიღოს და ასე შემდეგ და მათი სრულფასოვნებისთვის, მათი საქმიანობისთვის ეს მნიშვნელოვანია. მე ვემხრობი მაქვს როგორც ჩემსავე თავსვეწინააღმდეგების ერთი ლოგიკა მეორეს ეწინააღმდეგება ხოლმე, მაგრამ მე ვარ მომხრე რომ პოლიტიკის სტანდარტი დავიცვათ, დემოკრატიის პირობა ოპოზიციურ კონკურენციაშიც. აი ამის მომხრე ვარ და აიძულოს ერთმა პარტიამ რომ რასაც მეუთვლი საჭიროდ შენ მეორე მესამე მეოთხე პარტიამ იგივე გააკეთე, ეს არის ზუსტად იგივე მონოლითური მიდგომა, როგორც დღეს ქართულ ოცნებას აქვს და ადამიანებს ჭირდებათ რეჟიმის ჩანაცვლება, რაღაცა პოტენციური რეჟიმით კი არა, მეტი მრავალფეროვნების ინტერესით. თუ კი იგივე მონოლითია უნდა იყოს ოპოზიცია, როგორიც არის ხელისუფლება და ერთმანეთს აიძულებენ, ერთმანეთს აბულინგებენ, ერთმანეთის წინააღმდეგ კამპანიას რა კავშირი აქვს ერთი მემარჯვენე, მეორე მემარცხენე, რომელიც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ერთ საერთოდ სხვა ტიპის პოტენციური ამომრჩეველებას, მეორე საერთოდ სხვა ტიპის. სანამ არ გაიზრდება პოლიტიკის სტანდარტი. შენ რა სიზამდი რო იყო, ანუ შენი პოზიცია მაინტერესებს პირადად, ანუ შენ თვითონ როგორც ამომრჩეველი წახვალ ამ არჩევნებზე. მე როგორც ამომრჩეველი, მე რეგიონში ვარ წაწერილი. ხო. არ ვიცი რას ვიზამ, იმიტომ რომ ჯერ უნდა მახო რა შინაარსი, ანუ რა აზრი აქვს. თუ კი იქნება რაღაცა მეტნაკლებად რეალისტური კანდიდატი, შეიძლება ეს განხილვისაგანად ჩემთვის ვაქციო. თუ არ იქნება არაფერი ასარჩევი, მაშინ ბუტაფორისთვის ვისო მიჩვენე ბოსტანში ვიმუშაო, ვიდრე რამდენიმე საათი დავხარჯო იმაში, რა ქვია, არჩევნებზე, ხო? მაგრამ ამისათვის უნდა არსებობდეს პირობა. თუ კი თეორიული პირობა მაინც არ იქნება დაცული, რომ სადღაც რაღაცა შეიძლება ამ მომრჩევლისთვის ღირდეს, ხო, მაშინ იდეაც კი ქრება და ამიტომაც
მიდგომა რომ მე მივიღებ როგორც პოლიტიკური პარტია რომ მქონდეს არ ვიცი ამ შემთხვევაში არ მაქვს მყარი პასუხი იმიტომ რომ მე ამ პროცესს განვიხილავ როგორც თეორეტიკოსი და არა როგორც პარტიული წარმომადგენელი მაგრამ პრინციპი ერთია რომ ჩემთვის გაუგებარია რა განსაკუთრებული ბენეფიტი ექნება არჩევნებში თუნდაც არავის მონაწილეობას ყველამ რო უარი თქვას და რა განსაკუთრებული ზარალი ექნება მონაწილეობას ანუ არ მონაწილეობის ბენეფიტი და მონაწილეობის ზარალი ერთმანეთთან რა შესაბამისობაშია კი ბატონო ზურაბი შენთვის არსებობს რამე მოცემულობა ამ სიტუაციაში რომელიც შეიძლება იყოს გამართლებული რომ აი წაგიყვანოს არჩევნებზე ადგილობრივ არჩევნებზე კაი პირველი თუ კი ჩვენ გვაქვს იგივე ცესკო იგივე სასამართლო თუ კი არჩევნები ისევ ძველ ბიჭებმა იმ ძველ ბიჭს რა უთხრა რომელიც ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს მაგრამ ეგრეთ წოდებულმა ძველ ბიჭებმა უნდა ჩამიდარონ სუსთან და რაღაცებთან ერთად ანუ აზრი რა არის მაშინ რა საერთოდ რატო არ შევიდნენ პარლამენტში საპარლამენტო ბოიკოტის აზრაში იყო რა ანუ ესა კითხვები რომელიც მე მაწუხებს ხო პირობითად. ეხლა გასაგებია რომ რაღაცა იმის ახსნა რა არ დამიწოს რომ პარლამენტი სხვა და ადგილობრივი თვითმმართველობა სხვა ზუსტად ეგაა პრობლემა რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაგალითად გაცილებით ნაკლებ მობილიზაციას გამოიწვევს მოსახლეობის. ერთი და მთელი საზღვარგარეთი ჩახსნილია. მეორე და არჩევნებისათვის მობილიზაცია 2024 წელს პრაქტიკულად რუსული კანონის მიღებიდან მიდიოდა. ხო ჩვენ რაღაც არჩევნებს სახავდით გზად რომლითაც ელემენტარულად ამ კანონებს შევცვლით. პირიქით ანუ არჩევნები მოიპარეს, ხალხი დაარბიეს, უარესი კანონები მიიღეს, ანუ კი არ გაუმჯობესდა და გაუარესდა. ხო? ოპოზიციურ განწყობილი ამორჩეველი დიდი შანსია, რაც უნდა ხა იქ კვლევებიდან მინდონ და ასე. შემდეგ რავი 2000 ადამიანი მე შეიძლება Facebook-ზე გამოვკითხო, მე ვიღაცა მეტყვი რომ ჩემი კვლევა რეპრეზენტატიული არ იყო და ეს კვლევა არ იყო. აი დავშულე. იქნება ყოველთვის რაღაც არგუმენტი, კონტრარგუმენტი და ამ პინგ-პონგში ჩაბმას მე პირადად არ ვაპირებ, აი ნერვების ხარჯვად არ მიიღებს. მაგრამ ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ელემენტარულად ის მობილიზაცია არ არის როგორც წესი, არასოდეს რაც არის საპარლამენტო არჩევნებში და ესენი როგორ აპირებენ, ვინც გავალ, ვინც არ უნდა იყოს. მე არც ერთში ვეთანხმები, რომ ბუნებრივია ვერც ერთ სხვა პარტია და სხვა ესე ვთქვათ, გაერთიანება ადამიანი და შემდეგ ვერ მოახდენს რომელიმე პარტიის გადაწყვეტილებაზე გავლენას. თუ კი ისინი გადაწყვეტენ, რომ გავლენ ამ არჩევნებზე, ისინი გავლენ აუცილებლად. მე ეჭვიან ვიყარება, მაგრამ ის უბრალოდ კითხვად მაინტერესებს, როგორ აპირებენ ხმების მობილიზაციას, ან როგორ წარმოუდგენიათ რა ხმებს მიიღებენ, როდესაც მობილიზაციას ყველა ვარიანტში ადგილი ექნება ხოცების მხრიდან, ქართული ოცნების მხრიდან და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველის მხრიდან მე არ მგონია რომ ამ მობილიზაციამ აი მიუახლოვდეს კი არა იმის ნახევარიც კი იყოს რაც ხო 2020 აი კვლევა ახსენე შენ და ეს კვლევა ვფიქრობ რომ საერთოდ საწინააღმდეგო არის მათი არგუმენტების იმიტომ რომ ხო ლელო ამბობდა რომ ჩავატარეთ კვლევა და ოპოზიციურ ამორჩეველში და 60% მათი მომხრე მონაწილეობს ან თვითონ ისე ჩანს რომ უმეტესობა მონაწილეობს მომხრეა მაგრამ ეს გამოდის იმას ნიშნავს რომ ოპოზიციურ ამორჩეველს 40% უბრალოდ არჩევნებზე აღარ მოვა 40% გამოგაკანდა ოპოზიციურ ამორჩეველს ეს ნიშნავს რისი მომგებიღა ანუ ეს კვლევა საერთოდ ნიშნავს რომ პირიქით არ უნდა წახოს აგერ ადამიანი ამბობს ბოსტანში წავა მე პირდაპირ ვიტყვი რომ არჩევლის 40%-ის გამოკლება წავედი 100% რომ მოვიდა საპარლამენტო არჩევნებზე მაშინ ვერ მოახერხე ამ პირობებში მოგება და იქიდან 40% თუ გეუბნება რომ არ აინტერესებს არჩევნებიო ეს უნდა დაიხურო ქუდი თავზე და წახვიდე სახში არ მიიღო მონაწილეობა აი ესენი წარმოაჩენ რომ რაღაც 60 თქვა კი თურმე კარგი ყოფილა და მათემატიკაში ეგრე არ გამოდის იმიტომ რომ არჩევნებზე გაკლება აი 5%-ს რო ეთქვა ოპოზიცია მორჩეულის არა მაშინ კიდე ღირდა დაფიქრება აჰა 10%-ს მაშინაც კი სერიოზული დანაკლისია ახლა ხო იმიტომ რომ ოცნება ისეთ მობილიზებას მოახდენს და 40 რო ამას გეუბნება რა ვიცი ახლა რატო არის სასიხარო თან ამბიცია თბილისის და დიდი ქალაქების გამოგრება ხო აი ამაზე რას ფიქრობ დიდი ქალაქებზე მე ამგვარი კვლევის მე ძალიან დიდი სკეპტიციზმი მაქვს იდეურადვე იმიტომ რომ შემთხვევითი გამოკითხვის მეთოდი მეცნიერებაში ძალიან პრიმიტიულად და ზედაპირულად არის შეფასებული მთელი რიგი მიზეზის გამო აქ უნებრივია ლექციას ვერ ჩავატარებ რატო პასუხობენ ადამიანები ისე როგორც პასუხობენ რამდენად გულწრფელები არიან მათი დეკლარირებული პოზიცია რამდენად შესაბამის სოციოლოგიას და ასე შემდეგ არა სოციოლოგია ბევრად ფართული დარგი არის თული მეცნიერებაა და ამიტომაც არის ხოლმე ასე ვთქვათ კომბინირებული კვლევის ტიპები, რომ ერთი კვლევის ხარვეზები და შეზღუდვები მეორე დაბალანსდეს და სწორ აზრამდე ამით მივიდნენ. მოკლედ ეს
რთული დარგია და 1200 კაცის გამოკითხვისთვის სოციოლოგია როგორც დარგი არ შეიქმნებოდა. ამას თავი დავანებოთ. მე ვფიქრობ, რომ ასეთ გამოკვლევებს ანუ არგუმენტებად იმიტომ ასახლებენ, რომ გამართლონ საკუთარი გადაწყვეტილებები და გაბედულება რომ აკლიათ აი ზუსტად იმიტომ თვითდენტობა არ აქვს. ახლა მე რომ მქონდეს რომ ვიყო პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც მაგ კაფეო თვითდენტობა მაქვს, კაფეო მოლოდინი ჩემი ამომრჩეველი რამდენი არის, პოტენციური ამომრჩეველი რამდენი, საერთოდ არ მივცეთ, ვიტყოდი რომ მე მაქვს ვალდებულებები ჩემს ამომრჩეველთან, იმ ადამიანთან, ვინც განიხილავს ჩემ პარტიას ხმის მოცემის მიმართულებით, ამიტომაც მე ვთვლი ჩემს ვალდებულებას მათთან მუშაობისას კუთხით და ამიტომაც ვიღებ გადაწყვეტილებას მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, ამიტომ პარტიები თვითონ აზრზე არ არიან, თვითონ ვერ ხვდებიან რა თბილისის აღებაზეა ლაპარაკი. გაყალბების გარეშეც კი მე ვიტყოდი, როდესაც დამისახელონ ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელის რეპუტაციული რესურსი რამდენჯერმე აღემატება საძალაუფლებო კანდიდატისას. რატომ არის რამდენჯერმე საჭირო შედარებითი უპირატესობა კი არა, რამდენჯერმე, იმიტომ რომ ძალაუფლების შედარებითი უპირატესობა საკმარისია ძალაუფლების მდგრადობისათვის, ოპოზიციონერს კი მკვეთრად მეტი უპირატესობა სჭირდება. დამისახელონ ადამიანები, ვისაც ჩვენ სერიოზულად გამიხილავთ მერობის კანდიდატად და არ დავიწყებთ ციცილს, მიუხედავად იმისა, ცესკო როგორია და არჩევნები რა პრინციპით ყალიბდება. აი იდეურადვე ასეა პრობლემა. ამიტომ ადამიანური რესურსების ძალიან დიდი დეფიციტი აქვს ოპოზიციურ ჯგუფებს, შინაარსის კატასტროფული დეფიციტი აქვს. რაზე იყო აგებული, აიცნო სკოლების კვებაზე იყო აგებული და ლიბერტალიანული პარტიები მოადგილეობის პირობას დებდნენ მემარცხენე სოციალისტური იდეების მიმართ მერობის კანდიდატად რომ გაიყვანათ. თანამდებობა ახსენა ზურამ და ზუსტადაც დღესაც საუბრობენ მერე მეორე საკეთებია, მესამე სიმაშვებიან და ასე შემდეგ. კიდევ ერთი პასაჟი იყო, რომ გამარჯვების შანსი უნდა ქონდეს. გამარჯვება არის ძალიან სადაო და შედარებითი კატეგორია. რაში შეიძლება გაიმარჯვოს, ვიღაცამ შეიძლება ახალშექმნა პარტიამ 3 ადამიანი შეიყვანა პარლამენტში თავის დროზე და ეს იყო გამარჯვება, იმიტომ რომ არასაპარლამენტო პარტიიდან საპარლამენტო პარტიად იქცა, ხომ? ეს გამარჯვება არის. ამის გარდა შედარებითობის პრინციპი, რადგან ეს არის პროცესი, არჩევნები არ არის მხოლოდ შედეგი, გასაგებია რომ მიზანი არის შედეგი, მაგრამ ძირითადი დარღვევები, ანუ ქართულ ოცნებას თუ შეექმნება ძალიან კარგი კომფორტი, რომ ერთპარტიულად იქნებიან, იქ არავის არ დასხებენ წინასაარჩევნო კამპანიაში, არავის მოისყიდავენ, არავის კუდი ქვას არ ესვრიან. ერთადერთი დაფიქსირდება ის, რომ ქართულ ოცნება არაკონკურენტული არჩევნები ჩაატარა და ეგ არის სხვა დანარჩენი მთელი დარღვევის ჰაერზე არ იარსებებს და მთელი რიგი მტკიცებულებები მათ შორის არ იარსებებს. ამას გარდა მოდი კიდევ ვთქვათ ასეთი რამე. დღეს ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ფორმალური მრავალფეროვნების შექმნა. წინა პარლამენტის ფორმალურად რამდენიმე პარტიის ნაწარმოები იყო, ხო ფაქტია, მაგრამ სამართლებრივი სუბიექტები იყვნენ სულ ყველა. ამჟამინდელ პარლამენტშიც მინიმუმ 2 პარტია არის ფორმალურად, ხო ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე ვთქვათ ფორმალურად ასე ეს ფორმალობა რამდენად საარჩევნო სიაში იქნება ქართული ოცნება ერთადერთი პარლამენტზე უარის თქმა არ ნიშნავს მხოლოდ რამდენიმე შედარებით ავანგარდში მყოფი პარტიის უარს. იქ იქნება თუ იქნება ნუმერაცია 7-8 პარტია, რომელიც შეიძლება გაგონილი არ ქონდეს. ეს მაინც ფორმალურად ატარებს საარჩევნო კონკურენციას. აქვს. რატო აქვს? იმიტომ რომ შეფასების ნაწილში ეს პარტიები, ახლა ვის 5 კაცი ყავს სამორჩეველი და ვის 25 ასე ვთქვათ, შედარებითობისთვის ეს ფაქტორი არის. ფორმალურად ეგ რუსეთშიც ეგრეა. მაგას ვამბობ. ამიტომ ვამბობ. ზიუგანოვი დღემდე ცოცხალია. ამიტომ არის რომ რა ქვია, დონალდ ტრამპი საერთაშორისო ძებნილ სუბიექტს ჩვეულებრივ ეკონტაქტება, პუტინს გულისხმობ, იმიტომ რომ ასეთი ნორმები ძალიან პირობითია საბოლოო ჯამში, ძალიან პირობითია. და ჩვენ შემთხვევაშიც მსგავსი მოდელი განხორციელდება და ეს რამდენიმე პარტია, ვიზეც არის მთელი აქცენტი გაკეთებული, არის არა იმდენად ძლიერ ამომრჩევლიან მაღალ ელექტორატიანი პარტიები, უბრალოდ სტრატეგიულ მენეჯმენტში არსებობს ასეთი დარგის მამოძრავებელი ძალები, აი ესეთი ტერმინი და დარგის მამოძრავებელი ძალები არის, იმიტომ რომ ძირითადად ოპოზიციურ დისკურსს ისინი ქმნიან. ეგ არის პრინციპი. ამიტომ ნაკლებად ანუ პარტიას თუ არ გააჩნია გაბედულება, უნდა დადგეს თქვას და ხა თბილისის არჩევნების წაღების გარანტია და ასე შემდეგ ძალიან ირონიულად ჩანს. ნუ ეგ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, რომ რადგან ამ გაყალბებულ არჩევნების პირობებშიც კი ოპოზიცია მოიგო თბილისი, ნაწილობრივ თქვათ, ხო? რაც ქონდა უპირატესობა, შესაბამისად, მოდი ვცადოთ და თბილისი მაინც წავართვათ ან რამდენიმე დიდი ქალაქი. ამის არ გჯერა ზოგადად.
ან მე მეყვარს ფეხბურთიდან მაგალითების მოყვანა და რაღაცების გამარტივება. წარმოვიდგინოთ, რომ საფეხბურთო მატჩია. 2024 წელს არჩევს გულისხმობ. საფეხბურთო მატჩი არ მარტო საჯები იყვნენ მიკერძოებული და მოსყიდულები, პირდაპირ ტაბლოზე მიგიწერეს ანგარიში უარის ოთახის მოსყიდული იყო და ამავდროულად. შემო ახლა მეუბნები, რომ იგივე ნაკლები კალიბრის მატჩი უნდა გამართო იგივე პირობებში. გაუარესებულ პირობებშიც. მაგ პირობებში. როცა ისევ მიგიწერენ ტაბლოზე ანგარიში. ისინი პირიქით ამბობენ, მაგ პირობებშიც თბილისი მოვიგეთო. როცა ყველაფერი მამისი იყო და ეხლა რატო არ მოვიგეთ? ხოლო მიაწერენ ტაბლოზე იმ ანგარიშს, რაც სადაც ჯერთ და ისევ და ისევ. თუ კი ოპოზიციას განწყობილი ამომრჩევლის 40-50%-იც რო არ მივიდეს, ერთი როგორ მოვიგებ. და მან კი არ უპირისპირდება ეს სწორად გამიგე რა აი ემოციურად სუდად განწყობილი კი არა ვარ და ნეგატიურად და აი რაღაც შორსა ვარ მე ისეთ რაღაცების გარო აი ადამიანებზე ეგრევე იარნიყები მივაწევ და აი თქვენ ისეთებო ასეთებო გაყიდულება რაციონალურად ვერ ხდები აი რომ ფიქრდები ვერ ხვდები წყნარად უძივარ აზრია ყავს შუამ ვერ ხვდები გაიგე ну აქ ერთი არგუმენტია ხო პარტია თავარი არგუმენტია რაც უზე პარტია თუ ხარ აბა ისთვის ხარ თუ არჩევნებში არ იღებ მონაწილეობას ეს ერთ-ერთი კიდე არგუმენტია უყურე თუ კი არჩევნები ფიქცია შენ პოლიტიკური სუბიექტი ხარ შენ პარტია რო ხარ შენ რაღაც პოლიტიკური მიზნები გაქვს რაღაც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობ შენ შეიძლება არჩევნების გარეშეც მონაწილეობ და რავი ძალიან შორსავალ, მაგრამ კომუნისტური პარტია საერთოდ შეიძლება არ მონაწილეობდა არჩევნებში და ხან შვეიცარიაში იყო და ხან იმაში რა ქვია, ფიდეჩი, ლენინი, ტროცკი, სტალინი და ასე შემდეგ, მაგრამ თავიანთ პარტიული ინტერესები წინვალედ განახორციელეს, როცა მომენტი ჩაიგდეს. ანუ ისევ და ისევ რეალობის გააზრება ხო, აი ეგ არის კიდე საერთოდ საკითხი, მომხრეების სვამენ ასე შეკითხვას, ორი გზა არსებობს ხელისუფლების შესრულის. არჩევნები და რევოლუცია. თუ არჩევნებს უარყოფ, გამოდის რომ რევოლუციით მიდიხარო და ამის მოდი რეკლამის შემდეგ უპასუხოთ ამას, რეკლამა გვაქვს და რეკლამის შემდეგ დაუბრუნდეთ ამას. არა პრობლემა მაგას. კი ბატონო, დავბრუნდით ჩვენ ეთერში და როგორც იცით, საუბრობთ კვლავ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე, რადგან ეს გახდა ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხი. ქართულ პოლიტიკაში და არადარ დაადგა საშუალო რომ რაღაც განსაკუთრებაზე მივიდნენ პოლიტიკური პარტიები და კვლავ ეს არის ეს დისკუსიის თემა. ამას დაემატა ისე ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ოპოზიციურ პარტიებმა ეს შანსი უნდა გამოიყენონო და ხა არჩევნების მიღების მომხრე პარტიები ამას ასე ვთქვათ ჩაიჭიდნენ და ამბობენ რომ აი ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ იმედია დასრულდება დისკუსია, თუმცა როგორც ჩანს არ დასრულდება. არჩილ გამზადე და ზურაბ ფარჯიანი არიან ჩვენი სტუმრები და რეკლამადები დავსვი შეკითხვა. ერთ-ერთი მთავარი ასე კითხვა, რომელსაც მომხრეები, ანუ არჩევნებში მონაწილეობის მომხრეები სვამენ, არა პარტიული მომხრეები, რა მაგალითად დათო ზურაბიშვილი, ვინც ახლა ჩემთან ერთად იყავს ხოლმე აქ გადაცემა პარასკევს და სხვაებიც არის ის, რომ პარტია თუ ხარ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ხელისუფლების შეცვლა არის შენი მიზანი და ხელისუფლების შეცვლის ორი გზა არსებობს. ან არჩევნები ან რევოლუცია და რევოლუციას არანაირი პირი არ უჩანს და შესაბამისად რადგან ამას არანაირი პირი არ უჩანს სხვა რა გზა რჩება რომ წახვიდე და მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და თუ მაშინ დამიტკიცეთ რომ რევოლუციით აპირებთ შეცვლას ხო არჩევნებით ახლა ასეთ და რომ შესაძლებელია რევოლუცია და რევოლუციით შესვლა ხელისუფლების ნუ ამიტომ ნუ სხვა თუ ეს არ არჩება არჩევნების გზა ამ არგუმენტზე რა სიტყვის ზურა შენთან მეკითხება და შეგიძლია კარგი ალბათ რაღაც ეტაპზე უნდა მოვხდეთ თავის მოტყუებას და გაგაცოთ გახარიან პარტიას დასვა ეს კითხვა რომ კაი ბოიკოტი რო გამოუცხადეთო მე რა ხდება იგივე შინაარსის კითხვა მე რა უშვებ გასაგებია რომ ამ ეტაპზე რაღაც რევოლუციის სიტუაციას ვერ ხედავენ და ასე შემდეგ სამწუხაროდ რეალობა ჩემი განსახედიდან ქართული ოცნების ის იქნება რომ ესენი აუცილებლად მიიყვანენ ქვეყანას რევოლუციამ ესენი აუცილებლად ამ გზაზე სიარულით ესენი აუცილებლად ჩამოშლიან და აქცევენ ქვეყანას. შეიძლება ეს დღეს არ მოხდეს და ხვალ ზეგ, მაგრამ ეს ამათ ხელში აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ ამათ დაუკარგეს არჩევნებს აზრი. ამათ პირდაპირ გითხრეს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. ეხლა მე თავი ვერ მოვიტყუებ, რომ არჩევნებს აქვს რამე აზრი, როცა ყველაფერი ჩაწყობილია რა. მე რომ მქონდა ამის ილუზია, რომ არჩევნებს მქონდა აზრი, ხო? ამიტომ აქტიურობდი რაღაც რუსული კანონიდან მოყოლებული და ამავდროულად და ამავდროულად, ხო? მე ეს ილუზია თავად ქართულმა ოცნებამ ძალიან წარმატებით დამისხვრია, დიდი მადლობა მათ ამისთვის სანტა კლაუსის და თოვლის ბაბუის ისედაც არ მიჭეროდა და ეხლა ისე ფეხბურთის ანალოგიას მოვიყვან.
მე რომ გავიდე თამაშზე, სადაც ყველაფერი ჩაწყობილია. რა იქნებ გაცილებით უფრო ძლიერი გზავნილი ჩვენგან იყოს. იქნებ გზავნილი ჩვენგან გაცილებით ძლიერი გზავნილი იყოს, რომ მე არ გავალ. რა მე თქვენს ბუტაფორიაში, მე თქვენ ფარსში მონაწილეობას აღარ მივიღებ. და რას გაკეთე? ერთხელ უკვე ვისწავლე ჭკუა და თავს მაინც არ მოგატყუებინებთ, რა. და რავი, გარშემო ჩემს, მოდი ეს ვთქვათ, მეგობრებს თუ ჩემთან ნეიტრალურად განწყობილ ხალხსაც არ მივცემ საშუალებას, რომ იფიქრონ, რომ აი რატო ჩაყვა ამ ფარსში რა ფარსია ფარსად აღუდგა ეგ არის პრობლემა და ეს ქართულმა უცნებამ თავად ძალიან წარმატებით განახორციელა და აქედან გამომდინარე უყურებ მე რომ და ისევ რაციონალურად ესე აღუდგა ჯანდაბას ემოციები ყოველთვის გადავდოთ გვერდზე როდესაც პოლიტიკაზე მსჯელობთ და რაღაც სკაუს საკითხებზე მსჯელობთ ემოცია მაინც ყოველთვის უნდა გადაეციოს უკან რა მაგრამ რაციონალურად ესე გააკეთეს რომ ადამიანს დღეს არანაირი საფუძველი არ გაქვს იფიქრო რომ შედიხარ კონკურენტულ სამართლიან თანასწორ გარემოში არჩევნებში რა არც იმის მჯერა კიდე რომ დავუშვათ 90 და 10% თუ მოუგეთ მე ოცნება აღიარებს ბაშარ ასადი რომელიც დაახლოებით 2 კვირაში გაიქცა სირიაში როცა სიტუაცია უკვე ძალიან უარესობისკენ წავიდა ბაშარ ალ-ასადმა 2021 წელს ქაღალდზე დაწერილა 91% მიიწერა ძალიან ლამაზად და ყოფდა მიუხედავად იმისა რომ მისი მხარდამჭერები ალავიტები ესე რო აღოთ 12% იყვნენ თუ არ ვთქვით სირიის მოსახლეობის მეტი არ გვხვდება. ესაა და ეს. ასე არჩევნებს შე რა აზრს ხედავ, მოდი ასე დაგისვენ კითხავს არჩევნებში. ერთია ისინი ამბობენ რომ რა აზრს ხედავ თუ ქუჩაში დგომაში და ასე შემდეგ და რევოლუციაში აზრი თუ არისო. ერთი ეს საკითხია და მეორე საკითხია, რაზეც ზურა საუბრობს, რომ თუ წინასწარ ყველაფერი გარკვეულია, არანაირი აზრი არ აქვს. თუ შენ როგორც ოპოზიციური პარტია ამორჩეულს ეუბნები, რომ აი გააუქმავ, ივანიშვილმა არჩევნები გააუქმა, ამას ამ ეუბნებოდნენ, ხო? 20-24 არჩევნებში. თუ ახლა არჩევნები ეუბნები, რომ არჩევნები გააუქმავ, ამ გაუქმებულ არჩევნებში სადღა მიდიხარ, ხო? ზუსტად. შანსი თუ არ აქვს. ეს მეორე კითხვა არის. შენ რა პასუხი ექნებოდა მაგაზე? პირველი მაგალითად ზურას მეტაფორაზე რომ არ გავალ მოედანზე სადაც ტაბლოზე რიცხვები დაწერილია თუ არ გახვალ მოედანზე მე არ მექნება შესაძლებლობა დავინახო უსამართლობა რომელიც შენს თამაშსა და ტაბლო ციფრებს შორის იქნება სხვაობა წინა თამაში ნახე რომელიც ერთი კვირის წინ იყო პირობითად საკმარისი იმისაც რომ მივხვდე როგორია რა მაშინ ამდენ თამაშია საკმარისი არც ერთი ყველა ჯერზე უნდა ხედავდე პროცესში იმისათვის რომ მე რაღაც გარკვეული ვარავდი გამიშთოს. ხო, რაღაც ოლიმპიადა ხო არა, თავარია მონაწილეობა იყოს. არჩევნების ოლიმპიადა ის არის რომ ჩვენთან ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები თვითონ არიან შეუმდგარები და საშუალო დემოკრატიის პირობებშიც კი არ იქნებოდათ თვითმმართველობის ნაწილში საკუთარი თავისი მედი მაღალ დონეზე. ამას გარდა საერთოდ რატო დგას ძალაუფლების შეცვლის საკითხი თვითმმართველობის არჩევნებთან მიბმული? რა კავშირი აქვს ცენტრალური ხელისუფლება ეს არის და თვითმმართველობაში საშუალო გამარჯვების პირობებშიც კი ძალიან თეორიულად რომ მოხაზოთ რა კავშირი აქვს ამას ძალაუფლების შეცვლასთან. ანუ ეს არის სრულიად ლოკალური საშუალებები, რომლებსაც რაღაც რეგიონებში შეიძლება ვიღაცები თუ დაწინაურდებიან რაღაცა მეტი რესურსი მიეცეთ იქ რეგიონებში ადამიანებთან მუშაობის. აი საინტერესო იქნებოდა მაგალითად წალენჯიხაში რა შედეგი დაიდებოდა უსამართლობის რა ხარისხი და შედეგის რა ხარისხის შესაბამისად, იმიტომ რომ იქ უკვე არ იყო ასე ვთქვათ ქართული ოცნების რესურსი საკმარისა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის პრობლემა, რომ ჯერ რატო უკავშირებენ ქართული ოცნების ძალაუფლებას პირდაპირ თვითმმართველობის არჩევნებს ან დადებითად ან უარყოფითად. ან მისვლით რატო ფიქრობენ რომ ჩამოიშლება, ან არ მისვლით რატო ფიქრობენ რომ ჩამოიშლება. მე არც ერთ ფაქტორს არ ხედავ. ვთვლი რომ თვითმმართველობის არჩევნები ეს არის რესურსები ლოკალურ დონეზე, რომელიც შეიძლება მიაღწიოს, რომელიც შეიძლება არ მიაღწიოს. მათ შორის იმ პარტიებმა, რომლებიც რისკავენ და გადიან ამ არჩევნებში რისკავენ იმითიც, რომ ძალიან დიდი წარუმატებლობის შემთხვევაში მათ შეიძლება პოლიტიკური ცხოვრების დასრულება მოუწიოს. ერთი მაყურებელი გეკითხება მაგასო შულერს კარზე ეთამაშება ფულზეო. მე კარგი თამაში არ შესაბამისად თუ ვიცი კარგად თამაში შულერსაც შეიძლება ეთამაშო დავამტკიცო რა შულერია. არსებობს ასეთი ხერხებიც, მაგრამ რო ვიცოდე საკმარისად კარგი თამაში და რო ვიყო პროფესიონალი თამაში, მე შულერსაც ვეთამაშებოდი. იმიტომ რომ მაგალითად თუ კი ვიღაცა და ჩემს საქმეში სადღაც სიტყვა მეთქმის, ნებისმიერთან შემიძლია ვისაუბრო, ნებისმიერთან გავიდე დებატების რინგზე, რაც გინდა უსამართლო გარემოში აღმოჩნდე. არანაირი პრობლემა არ მაქვს, 5 ქართული ოცნების 5 წარმომადგენელი რომ დაждდეს ამ სტუდიაში და ერთი მე ჩამიგდომ ხელში, გავალ ამ დებატებზე და ვილაპარაკებ. იმიტომ რომ ჩემი სიმართლის და ჩემი კომპეტენციის იმედი გამაჩნია. ეს შეიძლება არ იყოს პირდაპირი ანალოგი მეტაფორის თვალსაზრისით პოლიტიკურ პროცესში თანამონაწილეობის, მაგრამ ეს ასეა. ამიტომ
მაგიტო ამბობ, მე ხო არ ვარ ცალსახა პოზიცია. მე მაქვს არგუმენტები. ხო და ბოლო-ბოლო საითხრები. ანუ ეს პოლიტიკური პარტია რო იყო რასიზმამდე. ხო და მაგას ვაბარაკობ, არ ვარ პოლიტიკური. მე ვარ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი. გავიგე, მაგრამ აი რასიზმ ან ერთი ან მეორე ჩემი აზროვნების ალგორითმი. მე ჩემი ამუსანა არის გავშალო თემა და ამურჩეველმა ხო, მაგრამ რაღაც პოზიცია, ამ კონკრეტულ საკითხზე პოზიცია არ გაქვს. მე რო ვიცოდე შესაბამისობა არ წასulis ბენეფიტებსა და წასulis ზარალს შორის, მაშინ კაფიოდ ვილაპარაკეთ. მე ვერ დავიანგაშე, მე 1200 კაცის გამოკითხვა არ მიჭირს, მაგრამ ზურა შეიძლება უხსნა არ წასulis ბენეფიტი რა არის წასulis ზარალთან შედარებით. ერთი ოღონდ ეჭვია შეგვეპაროს, რომ აუცილებლად ამის არგუმენტები და კონტრარგუმენტები იქნება და აჩიკოსაც ექნება აგერ და დანარჩენსაც ისევ და ისევ მართლა არ მინდა ამ პინგ-პონგში ჩაბმა რა, იმიტომ რომ ხვდები რომ ამ პინგ-პონგის მიზანი თქვა იქნება მე რომ უბრალოდ წარმოვიდგენ არგუმენტებს, რაც მათ პოზიციას ამყარებს. შეიძლება არგუმენტები იყოს პრო, შეიძლება არგუმენტები იყოს კონტრა. ისევ და ისევ, მოდი ეს დავიწყოთ. პირველი თანმიმდევრობა. სულ ამას ვიძახე, რომ ქოცებს რაც აკლიათ არის თანმიმდევრობა. არ შეიძლება იძახდე არა ევროპას და ვაიმე ეგენი გურყვნიან და შულს უშვებდა ევროპაში სასწავლებლად 4-5 წლით ან ამერიკაში. არ შეიძლება, იმიტომ მაშინ შენ შულს გაგირყვნიან და რატო შვილი უნდა გაგიყვნენ? იგივენაირად თანმიმდევრული უნდა იყოს ოპოზიციაც. მათთვისვეა კარგი ყველაფერს ინახავს ინტერნეტი და ყველაფერი გვახსოვს. ადამიანური მეხსიერება მაინც თემის მეხსიერებისგან განსხვავდება, თან დავიწყების საშუალებას ინტერნეტიც არ გაძლევს. ხო? ანუ შესაბამისად კი გვახსოვს ბევრი ართანმიმდევრულობა თქვა ოპოზიციის წევრების მხრიდან, მაგრამ მოამატებენ ამ არათანმიმდევრულობას ისევ და ისევ. რა მეორე მე ვერ დავინახე ძალიან კარგად ჩამოყალიბებული არგუმენტაციის ბაზა. მე რომ ეს დავინახო, ისა და ისე ემოციურად ვცდილობ რომ ამისგან განყენებულად ვიაზრებო, ხო? ემოციურად დავცილ და უბრალოდ რაციონალურად მე ეს ბაზა ვერ დავინახე. ხო? ელემენტარულად ვერ დავინახე, თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებით რა სრულიად სხვა ისა სამართლებრივად რო ავიღოთ, ეგ არის ცენტრალური ხელისუფლება ერთი და მეორე ადგილობრივი თვითმმართველობა. ანუ პირობითად თვითონ მესტიის მოგებით შენ როგორ ამარცხებ რეჟიმს, ხო? პლუს აი მორალურ ანუ აქ თემა ის არის რომ ეხლა ამოცანა ის კი ანუ ჩვეულებრივ ორდინალურ ვითარებაში არა ვართ, როცა რაღაცა აი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოწვევის საქმე იქ საკრებულოში გახვალ და თუნდაც ოპოზიციაში იყო იქ რაღაც იაქტიურებ გზის თემაზე იმაზე ამაზე რაღაცას იყვირებდა ნუ სხვა რა გზა აქვს ოპოზიციას და რაღაცას იზა. ანუ არის განსხვავებული სიტუაცია, როცა შენ როგორც ოპოზიციური პარტია ეუბნები ამ მომრჩეველს რომ ხელისუფლებას რუსეთისკენ მივყავარ, ეუბნები ამ მომრჩეველს რომ გვაკარგინებს ევროპის პერსპექტივა. აი, წალენჯიხას მოვიგებ და დიქტატურას გვიმყარებს და ამ ფონზე აურჩეველი გეკითხება რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რო გამოყვე, ჯერ ან მოგების შანსი რამდენად გაქვს და თუ ეს მოგების შანსი არ გაქვს, საერთოდ რა აზრი აქვს, თქვა ჩვენ საკრებულოში შესვლას. კიდე ამაზე ერთ პასუხობენ იმას, რომ აი თბილისი თუ წავართვით, ამით დაიწყება ჩამონგრევა. კიდე ერთი რაღაცა მინდა თქვა რა, მოყოლეთ პოლიტიკური პატრიოტიზმის თემა და ეგ რატო მნიშვნელოვანი რა, ორი განაჩენი უკვე დადგა ბიჭების მიმართ, 3 წლის მამა გაუშვეს 3 წლით ციხეში და ანუ ისევ და ისევ აქ თუნდაც ის მომენტია, როცა მორალური არის იმავდროულად რაციონალური. ანუ ისინი ჩვენი თანამებრძოლები არიან ყველას. აქ ის მომენტი არ არის რა, ანუ აქციებზე ვინც იყო ეს პარტიები, მათ მაქვთ მორალური ვალდებულება რომ ეს საკითხი გაითვალისწინოს და პლუს ეს რაციონალურია. მე თუ ვხედავ რომ შენ მე ბრძოლაში მომატოვე რა, რამდენად მომიდება მე კიდე რომ მომდენო სხვა თქნიან როგორ ნიჰილიზმს გამოიწვევს ეგ იცი რომ ცხლის იჭირიღობის ჭხირით რომ ცხოვრობთ დღემდე სამწუხაროდ მთელი საზოგადოება ხო და ეს სოლიდარობა რო გვაკლია ანუ ეს რამხელა დემორალიზაციას გამოიწვევს ნებისმიერ ასპექტში გეუბნები რა ომი რო დაიწყოს ხვალ შეიძლება ის ადამიანი რომელიც რავი აი გუმანთებული და პატრიოტი და ამავდროულად ადამიანები უბრალოდ იფიქროს რომ აზრი არ აქვს ყველაფერს რა მე მაინც მიმატოვებენ გინ ბრძოლაში გინ დამბრძოლაში ხო ანუ ეს კიდე ერთი არგუმენტი რაც არის ხო ამას ავდექ რომ მე გაჩნდება განცდა რომ შენ ესე იგი აღიარე რომ ქუჩით ვერაფერს ვერ აღწევ ანუ ქუჩის პროტესტ არაფერი აზრი არ აქვს და მივიდი ხარ არჩევნებში ან პოლიტიკური პარტიები ამ ბრძოლას ქუჩის ბრძოლას ეშვებით ეს დააზარალებს თუ არა იგივე ხო უწყვეტ აქციებს რომელიც რუსთაველზე არის და ასე შემდეგ არ ვიცი მე თოხი ფოცხი და ბარი ერთმანეთის ფუნქციას არ მისრულებს და რატომ შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა ერთმანეთის შეცვალოს
ჩემთვის გაუგებარია. ისინი ერთმანეთს უფრო ანუ არა, ანუ შენ ქუჩის გზით მიდიხარ თუ არჩევნების გზით თუ არის? მიხეილ სააკაშვილი ტრიალებდა ქუჩაშიც, იყო საკრებულოშიც, ყავდა თანამოაზრეები საპარლამენტო სივრცეშიც. ხო, მაგრამ ეხლა ხო სხვა სიტუაცია არჩევა. არა, მე სხვა რამეს ვამბობ. პრინციპულად განსხვავებული სიტუაცია. გასაგებია რომ განსხვავებულია და განსხვავებულობაზე ვლაპარაკობ მე და იმაზე რომ ოპოზიცია 2000-იანების დასაწყისშია ჩარჩენილი, მაგაზე ვლაპარაკობ მუდმივად. და მაგის გარდა ყველაზე მთავარი შეცდომა რაც ოპოზიციას დაემართა ახლა არის ის რომ აი თვითმმართველობის არჩევნების თემა როგორც დისკურსი შემოიტანა ქართულმა ოცნებამ. იმის ნაცვლადovიც ჩათვლიდა საერთოდ არ ემსჯელათ ვიღაცამ ჩათვალა, გერძურამ ჩათვალა, საჭიროდ რომ მონაწილეობა უნდა მიიღოს. მერაბმა არ ჩათვალა, საჭირო და არ ჩათვალა და გაგრძელებულიყო ის დისკურსი, რაც იყო პროტესტის დისკურსი. დღეს ყველა ვლაპარაკობთ თვითმმართველობის არჩევნებზე. ანუ ქართულმა ოცნებამ უკვე აჯობა ამაში მთელ ოპოზიციურ სპექტრს, ყველა ჩვენგანს, ვინც კი ქართული ოცნების მარადიულ ძალაუფლებას ვეწინააღმდეგებით. ეს არის პრობლემა. გახდა მთავარი თემა, იმიტომ რომ ერთმა პარტიამ მეორეზე რა თქვა, მეორე მესამეზე თქვა, იქ ვიღაცას მოღალატეზე ვიღაცა ლანძღეს, ასე შემდეგ. ახალ ჩვენი მედია, მეტი რა უნდა სახალხო მოვლენა მიეცა ჟურნალისტ ხენა. დგას ყველა ჟურნალისტი ამაზე აგებს მთელ საინფორმაციო სიუჟეტებს. და გაქრა, რითი დავიწყეთ ადამიანებმა ნოემბერ-დეკემბერში მსჯელობა, რაზე ვლაპარაკობთ დღეს. ამიტომ ამბობ, რომ ოპოზიციის სიბეცია, ან არ ვიცი, ოპოზიციაში არის ქართული ოცნების ენაზე რო თქვა, ბიზნეს დიპსტეიტი რაღაცა, ლოკალური დიპსტეიტი ოპოზიციაში ჩანერგილი. ზოგჯერ ეგეთი განცდა მაქვს ხოლმე, ზოგჯერ არა ძალიან ხშირად არა თითქმის ყოველთვის, ამიტომ რომ ამაზე ააწყვეს ყველაფერი, რაც უნდა ისქნან, არ უნდა გაგრძელებულიყო თემა, უნდა საარჩევნო კამპანია წავიდეს და აწარმოოს, ვის გაუშუქებს. ეს რო ასე ყოფილიყო, ოპოზიციაც, პროტესტიც და ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი ადამიანებიც თავის დისკურსში დარჩებოდა, რაც მოყვებოდა ამდენთვის, რის გამოც გვყავს ამდენი ათეულობით პატიმარი და ძალიან ტრაგიკული შემთხვევები და ისიც კი, ვინც რო უყურებენ ხოლმე მარტო და 10 დღე ჩასვეს და რა უნდა დღეში გამოვა, მათ მის ისტორიაში, ამ ახალგაზრდების ისტორიაში რა ფაქტორები ხდება ნასამართლობის და მთელი ცხოვრება სად და როგორ შეუშლის ხალხს კიდე კაც მაინც ანუ ყველაზე რბილი შემთხვევაც კი საკმაოდ ტრაგიკულია და აღარაფერს ვამბობ 3 წლით და უფრო მეტით ჩასმის თემაზე და პოლიტიკური სახეების ჩასმაზე ნიკა იქნება მელია თუ ჯაფარის თუ კიდე პოტენციურად სხვები და ასე შემდეგ. აი ეს არის პრობლემა. ანუ ჩვენ ამაზე რო ვლაპარაკობთ, ეს არის უკვე ქართული ოცნების ფირსაკრავზე აწყობილი ჩვენი ცეკვა. ამაში ვტრიალებთ ყველა, ანუ დღეს მთელი საზოგადოება ხელისუფლების მომხრეც და მოწინააღმდეგეც ქართული ოცნების დისკურსში ტრიალებს. აი ეს არის მთავარი პრობლემა. ხო შეიძლება მარტო თქვა, მე ვარ დემოკრატიის პრინციპის მომხრე. გინდა მონაწილეობა, მე ჩემას დავაფიქსირებ, რომ არ არის სწორი, მაგრამ მიიღე მონაწილეობა, მაგრამ მაგის გამო მოყოლაც არ დაგა. არ გინდა მონაწილეობა, არ გააკეთე. ხო, აგერ საინტერესო არგუმენტები ჩამოთვალა, როგორც საწინააღმდეგო მონაწილეობის, ისე სასარგებლო. ნუ საწინააღმდეგო არგუმენტებს აღარ წავიკითხავ, ბევრი ვილაპარაკეთ რა ლევან ორთქიფანიძეზე ვსაუბრობ, ეს არის ახალი დაფუძნებული პარტია, სოციალისტები. ის ამბობს, რომ არ აქვს ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია და ნუ ჩამოთვალა რა არის საწინააღმდეგო არგუმენტები, არჩევნებში მონაწილეობის და რა არის ასე ვთქვათ რა არგუმენტები შეიძლება აპელირება თუ გინდა არჩევნებში მონაწილეობა და მე ამ მეორეს წავიკითხავ ახლა. მხოლოდ ქუჩის აქციები და საერთაშორისო სანქციები არ აღმოჩნდა საკმარისი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევისთვის. ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის არც აქციების აზვირთება და არც სანქცირებულთა წრის ელვისებური გაფართოება. ანტისახელისუფლებო ძალებს არ აქვთ გეგმა, რომელიც ადამიანების ორგანიზებას შეუწყობდა ხელს აქციები მინავლებული ახალი მეთოდები არ ჩანს, ადამიანები იმედგაცრუების ზღვარზე არიან. მოქალაქეთა მობილიზება ორგანიზება საარჩევნო მიზნებისთვის შედარებით უფრო ადვილია. არჩევნების ბრძოლაში კონკრეტული მიზანი და ამოცანა შემოაქვს. ბოიკოტს საქართველოში არასდროს უმუშავია. ყოველთვის ჩებოდნენ გამონაკლისები ქართული ოცნების ხალხის ძალისა და ევროპული სოციალისტების მიერ მრავლად არიან ჯგუფები რაღაცა რომლებიც მიიღებენ. არალეგიტიმურ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა ზუსტად გამსახურდია ესპანურმა პოსტფრანკისტებმა, სოციალისტებმა და ასე შემდეგ. ქართული ოცნების ფალსიფიკაცია, манипуляციის მეთოდოლოგია ვიცით, ერთ წელიწადში ინოვაციურ ტექნოლოგიებს ვეღარ მოიფიქრებენ. უკანასკნელ არჩევნებზე ოპოზიციის მიერ დააშვებული შეცდომებიც ვიცით და შეგვიძლია მათ გამოსწორებას შევეცადოთ. დიდი ქალაქების საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია მოიგო, განწყობა ხელისუფლების არაკეთილ საიმედოა, დიდი ქალაქების დაკარგვამ შეიძლება მორიგი დარტყმა მიაყენოს ხელისუფლებას. თავარს ვეთქვი, მობილიზაცია როგორ აპირებს ოპოზიცია, პირობითად ავიღოთ სცენარი. გადის ორი ოპოზიციური პარტია, მე ამათ მაგალითს მიყვებიან მცირე პარტიები, მაგრამ დაუშვათ არ გადის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და არ გადის ახალი.
ამ პირიქით შემოუტრელი ერთიანად რომ მოძრაობა გავიდეს და ახალი გავიდეს და ლეო და დახარი არ გავიდნენ. ერთმანეთს ამორჩეულს ხო ესენი ვერ გადაკაჩავენ, ეგ ერთი. და მობილიზაციას იმ ლოზუნგით მოახდენს ახლა პირობითად ლელო ახალი სამომრჩევლის თუ აი ეს ეხლა გადამწყვეტი არჩევნები და ეხლა უნდა გავიდეთ ამ საიდან მოაქვთ ხო რაღაც რესურსი ადამიანი აქ საუბარი ალბათ რომ ყველა რო დათანხმდა ამორჩეველი არ ხო გამარჯობა ახლა ყველა თუ დათანხმდა და ეგ უკვე სხვა რეალობაა რა ეგ რეალობა არის როდესაც დასხდნენ მოილაპარაკეს მაგრამ ეს რეალობა რო ყოფილიყო დღეს აი ეს არ გვექნებოდა სამშობლო არჩევნებმა ერთი რაღაც ძალიან სწორად თქვა ზოგჯერ მრჩება შავი ჭლება რომ სიტყვა კულუარების მნიშვნელობა სამწუხაროდ ჩვენმა პოლიტიკურმა ასპექტმა არის თუნდაც კულუარული მოლაპარაკება ქართული ოცნებასთან დამშვენებლად შეიძლება ანუ ყველაფერი მაინც და მაინც სატელევიზიო სტუდიებში არ წყდება ანუ აი ეს საკითხები უნდა განხილული იყოს რაღაც თებერვალში რას ვშრებით თქვენ რა შვებით მე ამას ვიზამ თქვათ იმის მიუხედავად თქვენ რას იზამთ ხო ანუ ეს ყველაფერი ანუ ელემენტარულად დღესაც რომ დაიწყოს ოპოზიციამ ოპოზიციურ პარტიებმა რამდენიმე მზადება არჩევნებისთვის რამდენი დროა დაკარგული როდესაც არჩევნები აი კი ბატონო ხო ნუ ერთ-ერთი არგუმენტია რომ ერთიანობა არ არის ოპოზიციაში ერთიანობა არ არის არ იქნება არ ყოფილა და არ უნდა იყოს თეორიულადაც არა ამ საკითხზე არაფერზე არ უნდა იყოს რაში მჭირდება მე იმიტომ ჭირდება პარტია არა საუბარია რომ მთელი ოპოზიციური გამორჩეველი უნდა მივიდეს რომ წაართვა თუნდაც თბილისი ამაზეა საუბარი არა აბსურდია უბრალოდ მაგიტომ რომ წოუნია პოლიტიკური იმიტომ უნდა გქონდეს რომ არაერთიანობის პირობებში შეიძლება მაგალითად ზურა მე სულ არ მომწონდეს მაგრამ და არ ვიყო მისი პოტენციური ამორჩეველიც კი მაგრამ რაღაც მომენტში წავიდე და ვიცე ხმა სამწუხაროდ ეგრე აზრდა ძალიან ბევრი სამწუხაროდ ამოიწურა რომ არჩილ გამზადია ზურა ფარჯიანი იყო ჩვენი სტუმრები ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა მე ხვალამდე გემშვიდობებით